მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ფონდის პრეზიდენტს ბატონ ირაკლი ჟორჟოლიას და ბატონ მურმან პატარაიას პრეზიდენტის მოადგილეს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ძალისხმევა და ჩვენი შესაძლებლობები გამოვლინდა იმაში რომ ეს პროექტი დღეს უკვე არის რეალობა ეს პროექტი არის უკვე განხორციელებადი ინიციატივა და იქიდან გამომდინარე რომ ინტერესი ძალიან მაღალია იმისთვის რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით მოსწავლეობის ასაკიდან ჩაერთონ აღნიშნულ ინიციატივებში, პროექტებში, მიიღონ უშუალოდ მონაწილეობა, ჩართულობა სამოქალაქო უფლებების განხორციელებაში. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი დაეხმარება. მისი ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სამი მნიშვნელოვანი საკითხი თემა შევთავაზეთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანი, შესაძლებლობების ანალიზი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, პერსპექტივები და მომავალი და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის სტანდარტები. მოსწავლეებს აი ამ სამ მნიშვნელოვან ჩვენთვის ცენტრალურ საკითხზე შეუძლიათ მოამზადონ ანალიტიკური სტატიები, რომელსაც შეაფასებს სპეციალური კომისია შედგება ჩვენს მიერ პროექტის თანახმად მოწვეული განათლების სამინისტროს, ევროინტეგრაციის სამინისტროს, რეინტეგრაციის სამინისტროს, თავად ახალგაზრდობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან თვის ბოლომდე იქნება მიღება ანალიტიკური სტატიების, შემდგომ მოხდება კომისიის მიერ შეფასება, გამოვლინდება პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასული წარმატებული ნაშრომის ავტორები და ამის შემდგომ ჩვენ გეგმავთ არა მარტო წარმატებული სამი ავტორის დაჯილდოებას, არამედ დაჯილდოვდება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას როგორც ავტორი და გარდა ამისა გამოიცემა სპეციალური კრებული, სადაც როგორც გამარჯვებულ ავტორებთან ერთად, ასევე წარმატებული, ვთქვათ, ნაშრომებიც აისახება, გაიმართება კონფერენცია მოცემულ თემასთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობას მიიღებს საკითხის და სფეროს ექსპერტები და მოხდება დაჯილდოების ცერემონიალი. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები თავიდანვე ჩართულები აღმოჩნდნენ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი საშუალებას მისცემს მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას თავიანთი შესაძლებლობები, мотивация, ნიჭიერება და მიდგომები თითოეული აქტუალური საკითხის მიმართ წარმოაჩინონ, გამოავლინონ. ჩვენ კი ორგანიზაცია, ჩვენს დონორ ორგანიზაციასთან ერთად ამისთვის ყველანაირ პირობას შევქმნით, რომ იყოს თითოეული ნაშრომი წარმატებულად ობიექტურად შეფასებული და თითოეული ავტორი, რომლებიც დაწინაურდებიან, წარმატებას მოიპოვებენ, მათ მიეცემათ შესაძლებლობა სამოქალაქო სარბიელზე აქტიურად შემოვიდნენ და მათი სამომავლო ინიციატივები, ასევე ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან და ჩვენი მხრიდან რაც ჩვენ შეგვეძლება ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას წავახალისოთ. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ახალგაზრდობის სამინისტროს და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს იმისთვის რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენთვის პატივია რომ ეს შესაძლებლობა პასუხისმგებლობით განახორციელოთ, პატივია თქვენთან თანამშრომლობა და ალბათ ბატონო ირაკლი გვეტყვით თქვენ ამ ინიციატივის, ამ პროექტის და ზოგადად ასეთი ჩართულობის შესახებ მნიშვნელობას განმარტავთ. ბატონო, მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და იმ ინიციატივისთვის, რაც ახალგაზრდა ადვოკატებმა ჩვენთან საგრადო კონკურსის ფარგლებში შემოიტანეს, ვინაიდან სწორედ ადამიანის უფლებები და სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია არის ის, რაც ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ვინაიდან რეალურად ეს ინიციატივები ახალგაზრდებიდან და მომდინარეობდეს და უნდა არსებობდეს ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც უშუალოდ ხელს შეუწყობს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ემსახურება საზოგადოების განვითარებას, საზოგადოების პროგრესს და სწორედ ადამიანის უფლებები არის ერთ-ერთი ის მთავარი მექანიზმი, რომელიც მომავალში ჩვენ ქვეყანას შეუწყობს ხელს, რომ რეალურად ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში, შექმნას რეალური სამოქალაქო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და დარწმუნებულები ვართ, რომ თუნდაც ახალგაზრდა ადვოკატები თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვან როლს
ითამაშებენ მომავალში სამოქალაქო ღირებულებების ესე ვთქვათ განმტკიცების კუთხით საქართველოს მასშტაბით და კარგი არის რომ აქცენტი კეთდება თუნდაც რეგიონებზე ვინაიდან საქართველოში მოგახსენებათ შიდა მიგრაციის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი სამოქალაქო აქტივობა შედარებით დაბალი და ამ კუთხით ახალგაზრდა ადვოკატების მიერ ესე ვთქვათ გაშლა რეგიონების მასშტაბით იქნება ძალიან კარგი და მისასალმებელი ვინაიდან რეალურად თვითონ საქართველოს მასშტაბით აუცილებელია გაჩნდეს ის უჯრედები ის მექანიზმები, რომელიც დანერგავს აქტიურ მოქალაქეობას და მომავალში თქვენ ინიციატივებში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთება. თვითონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, რომელიც არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არის ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც გასცემს გრანტებს ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ესე ვთქვათ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგივე რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებში მივამაგროთ ეს ახალგაზრდები და მხარი დაუჭიროთ მათ საპროექტო წინადადებებს, მათ შორის მიმზიდველია თუნდაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ამ კუთხით დაფინანსდა რამდენიმე პროექტი და ვისარგებლებთ თქვენის ნებართვით შემთხვევით და ვიტყვი, რომ მცხეთის გარდა ასევე საინტერესო იყო დუშეთში დაფინანსებული გარემოს დაცვის კუთხით პროექტი, ადვოკატირება მოხდა თვითონ ბაზალეთის ტბის გარშემო არსებული სიტუაციის ვინაიდან იქ არის ძალიან რთული ეკოლოგიური მდგომარეობა, ანალოგიური მოხდა სტეფანწმინდაში მოხდა კულტურული სახლის რეაბილიტაცია და ფასენაურში მოეწყო სპორტულ-რეკრეაციული ზონა. ანუ ეს მთლიანობაში თქვენი ინიციატივების ხვებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ იანვარში კიდე არის ერთი დაიწყება 2014 წლის საგრანტო კონკურსი იაქტიურებენ ახალგაზრდები ჩაერთვებიან საგრანტო კონკურსის პარკლებში და მთლიანობაში ბავშვთა ახალგაზრდობის განვითარების ფონდი კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს თქვენი ინიციატივებს და ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენა და ახალი სახეების გამოვლინება არის ძალიან კარგი წინ განადგული ნაბიჯი ვინაიდან ეს უნარჩვევები სწორედ სკოლებიდან მომდინარეობდეს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და თუ რაიმეს დაამატებდით კიდე. ფიქრობა ამ წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში. დიდი მადლობა. მე მინდა აქვე შევნიშნო, რომ მართალია პროექტში კონკრეტული ადამიანები იღებს მონაწილეობას ჩვენი მხრიდან, აი ნინო ისაკაძე, ანა კიკნაძე, ლევან ბერაძე, თუმცა მთლიანად მთელი ახალგაზრდა ადვოკატები გულშემატკივრობთ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, აი ამ ჩვენმა ურთიერთობამ რეგიონებთან, ძირითადად საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე და ძირითადად ჩვენი ტოლ ახალგაზრდებთან, ადვოკატებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, აჩვენა ზოგადი სურათი. საჭიროება არის, რომ ცენტრალიზებული არ იყოს ინიციატივები. უფრო მეტად გაიშალოს ის რეგიონებზე, იმიტომ რომ ჩვენი უპასუხისმგებლობა და ჩვენი თქვათ დანაშაული შეიძლება ასე ითქვას იქნება ის რომ მხოლოდ აქცენტი ავიღოთ თბილისზე და იქ ნიჰილისტურად განვაწყოთ ჩვენი ტოლი ახალგაზრდები, იმიტომ რომ პოტენციალი არის ყველაზე მაღალი, მოდის ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ნიჭიერი თაობა და ვფიქრობ რომ მათ რომლებსაც სხვადასხვა გარემოებების გამო ეს იქნება თქვათ სოციალური მდგომარეობა თუ რაღაც ფიზიკური მდგომარეობა თბილისთან ვერ აქვთ ურთიერთობა, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს სამოქალაქო ჩართულობა ეს ინიციატივები მთლიანად გავშალოთ რეგიონებზე. და ამ თვალსაზრისით მე ვარ ძალიან ამაყი რომ ახალგაზრდობის ფონდმა სასწაული მოახდინა ამ 1 წლის მანძილზე მე უშუალოდ გულშემატკივრობდი იმ პროცესსაც, როცა ბატონ ირაკლის ერთი მუნიციპალიტეტიც კი არ გამოუტოვებია სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ყველა რეგიონს, თითქმის ყველა რეგიონს ესტუმრა და თანამონაწილეობას თხოვა იქაურა ახალგაზრდებს, ადგილობრივ ინტელექტუალებს მათ საგრანტო პროექტებში და ვიცი რომ ძალიან ბევრი დაფინანსებულია, მთლიანად დაფინანსებულია ეს კონკრეტულად ეს საგრანტო კონკურსი გათვალისწინებული იყო მთლიანად რეგიონებისთვის და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ისევ ჩვენი თანატოლების მხრიდან, ჩვენი ასაკის თქვათ მოღვაწეების მხრიდან, რომლებიც
დღევანდელი მდგომარეობით ამ ფონდის ხელმძღვანელები რომელიც თქვენ არიან. ხართ მონაწილეები რომელიმე? ნინო, ანა და კიდევ კარგი იმით არის, რომ ზოგადად სტუდენტური თვითმმართველობები ძალიან ცუდად მუშაობენ. სტუდენტური სასკოლო თვითმმართველობები. ანუ არაეფექტურები არიან ადგილზე, შესაბამისად ისინი ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ თვითმმართველობაში ისეთი ადამიანები ყოველთვის წარმოიჩენენ თავს ეს ბუნებრივი პროცესია და არჩილი დამეთანხმება, რომელიც, ასე ვთქვათ, აზრთა ლიდერებს, opinion maker-ებს, რასაც ქვემოს წარმოადგენენ ადგილზე, ხო? ეს თვითმმართველობა ვერ აძლევს მათ ამის საშუალებას, ამიტომ ეს ადამიანები უნივერსიტეტამდე პრინციპში ჩაკლულები არიან და თავიანთ თავში ხარშავენ იმას, ან სხვა განაკეთებენ იმ თავიანთი ენერგიის მუხტის რეალიზაციას საქმე გამომდინარე. ეს მიცემს მათ ამ ადამიანებს საშუალებას ამომავლო თუ გაგრძელდება კიდე სხვა რეგიონებში გადახვალთ, მოხარული ვიქნებით არჩილ, რომ მივცეთ საშუალება. ეს ზოგადად თვითმმართველობის საკითხი ისეთი რთულია, რომ მე ჯერჯერობით მინიმუმ 1-2 წელი მაინც ვერ ხედავ იმას, რომ კარგად ასე ვთქვათ, წყალებში დაიწყოს. აქ არის სერიოზული რეფორმა გასატარებელი.